ვიყოფებით თიანეთის რაიონის სოფელი ღულელები, თბილისიდან დაშორებულია დაახლოებით 38-40 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე. აქ გვაქვს სამეურნეო ნაკვეთები, სადაც ნაკლებად არის ნიადაგში ვირუსი, ბაქტერია, მავნებელი, ასე ვთქვათ, სუფთა ნიადაგები და იდეალური პირობები არის კარტოფილის წარმოებისთვის. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი რაიონის პროდუქცია ეკოლოგიურად, ნატურალური, სუფთა და ბიოლოგიურად კარგი იყოს, ანუ ადამიანის საკვებად გამოდგებოდეს. ეს კარტოფილი 5 წლის წინ არის გერმანიიდან ჩამოტანილი სახელწოდებით ჯელი, რომელსაც აქვს უკვე მეხუთე დათესვა. წელს დავთესეთ, დაახლოებით იქნებოდა აპრილის ნახევარი, აღმოცენება ჰქონდა მაისის 25-დან 30 რიცხვებამდე. აქტიური ვეგეტაცია დაიწყო ივნისის თვიდან. ვეგეტაციის, დასაწყისიდან გავაკეთეთ მიწის შემოყრა. შემდეგ შევიტანეთ სუფთა ჯეუხუმატი ფუნგიციდის გარეშე. საკმარისი ტენიანობა იყო, გრილი გაზაფხული იყო, მზაფხული. შედეგი დამაკმაყოფილზე მეტი მოგვცა, იმიტომ რომ პრაქტიკულად დაავადება აქ 5%-იც არ არის. აღმონაცენი გაზაფხულზე ცოტა პრობლემური იყო, იმიტომ რომ მეტი ტენიანობა და სიცივე იყო, მაგრამ როგორც კი მიეცა გასაქანი წამოვიდა და ვიცი, სასურსათი სახე უმაღლესი აქვს. თვითონ ტუბერი ვიზუალურად გამოირჩევა დამაკმაყოფილებლად, რაც სახელწოდება ასეთი აქვს კარტოფილის ჯელი, ჯელს შეეფერება და საკვებადაც ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტი არის. დაახლოებით აი ამ ჰექტარზე ჩვენ ელოდებით 25 ტონას სუპერ საუკეთესო მოსავალს. რეალობაში, თლიანობაში შეიძლება აგვიწიოს 35 ტონამდეც, მაგრამ ეს უკვე გამოჩნდება ალბათ ერთ თვენახევარში. ასე რომ უკვე ავიღებთ სრულად მოსავალს და უჯობესია ყოველთვის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივირთვათ. იმენა გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი არის შხამქიმიკატები უკვე დონეზე შემოსული, რომ თითქმის 100%-ით საკვებში სასუქი, მინერალური სასუქი გამოიყენება და ეს მინერალური სასუქი დიდი დოზებით ნიადაგის სტრუქტურასაც აფუჭებს. და კარგი იქნება თუ ჯეოფერტით შევიტანთ ნიადაგში სასუქს, რომელიც რო ჰუმუსს გაზრდის ნიადაგში, სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც რო მცენარეს აათვისებინებს ფოსფორს, კალიუმს, აზოტს, რაც აუცილებელი საკვები ელემენტები არის, რაც ნიადაგში მოიპოვება, მაგრამ მცენარე ვერ ითვისებს. ანუ ნიადაგის სტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს ჯეოჰუმატმა. ეს ნავაჯერადი შეტანით მაინც უნდა გავაკეთოთ. თორე ყოველ წელს მინერალური სასუქის შეტანა შედეგს არ მოგცევს, პირიქით გაგვიუარესებს მიწას და მიწა თუ გაფუჭდა, მე კარტოფილს ვეღარსად ვეღარ დავთესად, ისედაც მცირე მიწიანი რაიონი ვართ. აქ ძირითადად არის მთები და ესეთი რაღაცა და სახნავი ფართობი დიდი რაოდენობით, როგორც ქვემო ქართლში და შიდა ქართლში და კახეთში იმ რაოდენობით არ არის. ჩვენთან ცოტა არის, მაგრამ ცოტას მოფრთხილება უნდა. როგორც მწვანე რაიონმა, რეგიონმა უნდა ვაწარმოოთ ნატურალური ბიოპროდუქტი, რაც დღესდღეობით აუცილებელია საქართველოში. დროა უკვე გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე. ეს არის კარტოფილი ჯელი სახელწოდებით, რომელიც შემოტანილი არის შარშან აკლასი. ანუ მეორე დათესვა წელს. შედეგები ბუნებრივ პირობებთან და კლიმატთან შედარებით ნორმალურია, კი არის გაჩენილი პატარა დაავადებები, მაგრამ ეს ბევრს არაფერს არ გვიშლის ხელს, რომ ტუბერს სასაქონლო სახეს არ დაუკარგავს.
აქ ერთი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ აქ შეტანილი გვაქვს NPK გაზაფხულზე თესვის პერიოდში და აზოტი გამოკვებაში. აქ გამოყენებული არა გვაქვს არც 1 გრამი ჯეოფერტი, არც ჯეოჰუმატი. ეს არის მოყვანილი მინერალურ სასუქებზე. მაგრამ მუდმივად ცინემიწიან ფართობებზე გვიწევს ერთი და იგივე ადგილზე თესვა კარტოფილის, რაც ნიადაგის გამოფიტვას და ეროზიას იწვევს, საკვები ელემენტებისგან გამოფიტვას უпростоრეთ. კარტოფილის ძალიან ბევრი უნდა ფოსფორიც, კალიუმიც, აზოტიც, მიკროელემენტებთან ერთად, მაგრამ კი შეგვაქვს ეს მინერალური სახით, NPK, აზოტი, მაგრამ ნიადაგის სტრუქტურას გვიფუჭებს. პლუს ჰერბიციდიც ემატება მას. ჰერბიციდის გარეშე უბრალოდ ბალახს ვერ გავაჩერებთ დიდ ფართობებზე. ამიტომ არ ვიცი, შედარებით მეხუთე დათესვაზე გამოყენებულმა ჯეოჰუმატმა და ჯეოფერტმა აჯობა. ფაქტია აჯობა რა, იმიტომ რომ დიდი სხვაობა მაინც და მაინც არ არის, მით უმეტეს ახალი არის ეს. პირიქით უფრო უბერი უფრო წვრილი არის და რაოდენობაშიც არ არის ბევრი იმდენი როგორც უნდა იყოს. თვითონ ხარშთაღრიცხვაც რაც გაკეთებული მაქვს მინერალურ სასუქებთან შედარებით ჯეოფერტი ეს ბიოჰუმუსი და ჯეოფერტი უფრო შედარებით ნაკლები ჯდება. ნაკლები ჯდება და თვითონ თვითღირებულებაც იაფი გამოგვდის. ზერია ეს მინერალური სასუქები, რომელიც დიდი რაოდენობით უნდა შეიტანო, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი მოგცეს. აიც ეს პირველი წელიწადია და კონტროლს ვაკეთებთ და შედეგები უკვე თვალნათლივ ჩანს. არაფერი განსაკუთრებული არ მოუცია NPK-ს და აზოტს. პირიქით აჯობა უფრო სადაც გამოვიყენეთ ჯეოფერტი და ჯეოჰუმუსი. სახექტარო მოსავლიანობას შევადარეთ ალბათ თვენახევარში უკვე დავიწყებთ ამ კარტოფილის ამოთხრას, რეალიზაციას. სახექტარო რაოდენობები დაითვლება და დასკვნას დავდებთ უკვე ალბათ სექტემბრის ბოლოს. ჯერ ზუსტად არც ვიცით მიწის ქვეშ რა არის 100%-ით. ეს გამოჩნდება კარტოფილის რეალიზაციის პროცესში, ამოთხვრის დაწყების პერიოდში. ჩვენ დავათვალიერეთ კარტოფილის ნათესები და გადმოვინაცვლეთ ახლა ამ პერიოდისთვის სიმინდის ნათესში. ეს არის ჰიბრიდული სიმინდი, საშუალო ვეგეტაციის. დღევანდელი მდგომარეობით მცენარე გამოიყურება ძალიან ძლიერად. აქ გამოყენებული არის თესვის დროს მხოლოდ და მხოლოდ ბაქტოფერტი. სხვა არანაირი მინერალური სასუქი არ არის გამოყენებული. და ვეგეტაციის პერიოდში გამოყენებულია ორჯერ ჯეოგუმატი 1.5 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე 300 ლიტრა წყლის ხარჯვის ნორმით. როგორც უყურებთ მცენარეს, როგორც ფოთლის სიგანით, ასევე ღეროს სიმსხოთი ძალიან ძლიერია, ანუ რაც მიგანიშნებს იმას, რომ მცენარე ძალიან კარგად ვითარდება. მაგრამ აქ ყველაზე მეტი რაც გასათვალისწინებელი არის 25 ივნისისთვის ეს მცენარეები იყო დაახლოებით 6-7 ფოთლის ფაზაში. შეტანილი იქნა გერბიციდი და მეპატრონის მიერ იყო დაშვებული შეცდომა და გამეორებული იყო ისევ შეტანა გერბიციდის. რამაც თითქმის ცოტაც და რასაც შეიძლება დამოუკიდებელი ეფექტამდე მიიყვანა. აი ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ მცენარის ქვედა ფოთლებს,
რასაც ახლა ამ პერიოდისთვის უყურებთ, გამხმარია და ლაქები აქვს, თეთრი ლაქები, ეს არის გერბიციდის დამწვრობა. მცენარე დაახლოებით 10-12 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული და იბრძოდა იმის გადარჩენისთვის და ამ პერიოდში იყო დახმარებული ჯეოგუმატი. ეფექტი იდეალურია, მცენარის როგორც უყურებთ სიმაღლით, ახლა ცოტა ხანში მამრობით ყვავილედს ამოიტანს, უკვე მცენარის ეტყობა თვითონ დედრობითი, ტაროს ადგილიც უკვე ამოაქვს, ემზადება. შეხედულებით იდეალურია, სარეველების მხრივ არანაირი პრობლემა უკვე აღარ შეაწუხებს ამ მცენარეებს. ერთადერთი გასათვლელია საჰექტრო მოსავალი რა იქნება, ეს გამომდინარეობს იქიდან თუ რა ჯიშია, რამდენიმე რა ვეგეტაცია აქვს მცენარეს, რამხელა ვეგეტაცია აქვს, მაგრამ ეს მე რაზეც მინდა ყველაზე ძალიან გამომახვილო ყურადღება, ეს არის დამსახურება იმის, რომ ნიადაგში არის შეტანილი ბაქტოფერტი და არანაირი სასუქი და შეტანილია ფოთლიდან სერიოზულად დასტრესილ მცენარეში ფოთლიდან შეტანილია ჯეოგუმატი 2 შეტანა 1.5 ლიტრის ოდენობით. ანუ ჩვენ იმ შემთხვევაში, როდესაც შეგვაქვს თესვის დროს სიმინჩი სტანდარტულად მინიმუმ 300 კილოგრამი MPK ვამატებთ მე შემდგომში კულტივაციების პერიოდში ყველაზე ცოტას 200 კილოგრამს აზოტს და შემდგომ უკვე გერბიციდთან ერთად კიდევ ვაძლევთ კვებას მცენარეს, ეს თანხები საკმაოდ ზევითადის და საჰექტრო დანახარჯები შეადგენს სტაბილურად, კახეთის რეგიონისთვის და ლაგოდეხისთვის სტაბილურად შეადგენს 1800-დან 2200 ლარამდე. ჩვენ ამ შემთხვევაში ამას დავიანგარიშებთ როგორც მოსავალს, ასევე დანახარჯებს და შემდგომი გადაცემებისთვის ეს უკვე დაზუსტებით გვეცოდინება დაანგარიშება, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი გადასახედიდან ბაქტოფერტი პლუს ჯეოგუმატი, რა თქმა უნდა ჰერბიციდიც გათვალისწინებული იქნება აქ, გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ქიმიური საშუალებებით ამ მოყვანილი ესეთი სიმინდი. ნახოთ, ზუსტ ციფრებს ახლო მომავალში გაგაცნობთ, მაგრამ ეფექტს რასაც უყურებთ, ხო? ეფექტი, გასაოცარია, ბევრს არ ჯეროდა, როდესაც ველაპარაკებოდით იმაზე, რომ ბაქტოფერტს შეუძლია ესეთი რამ, რომ ნიადაგიდან გამოანთავისუფლოს მცენარისთვის შეუთვისებად ფორმაში მყოფი ფოსფორი და კალიუმი და ასევე დააგროვოს ნიადაგში აზოტი, აზოტფიქსირებადი ბაქტერიების საშუალებით. ფაქტი სახეზეა, დაველოდებით მოსავალს, დავიანგარიშებთ და ზუსტ ციფრებს, გაანგარიშებულს საშუალო მაჩვენებლით, რაც გავრცელებულია ჰიბრიდული სიმინდის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაზე დღეისთვის საქართველოში, გეტყვით იმ ციფრებსაც და გეტყვით იმ ციფრებსაც, რა ციფრებიც მაგალითად სიმინდის ამ შემთხვევაში სიმინჩი იქნება ჩვენი დანახარჯები. დავიანგარიშებთ მოსავლიანობასაც და მერე უკვე დავადგენთ იმ მოგებას, რა მოგებასაც სიტყვას დატოვებს ეს და რა მოგებას დატოვებს მაგალითად ჩვეულებრივი სტანდარტული პროცესებით მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თიანეთის რაიონის სოფელ დულუზაურებში. როგორც მოგეხსენებათ, თიანეთის რაიონი მინიჭებული აქვს მწვანე რაიონის სტატუსი. შპს ჯეოფერტმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცდა აღნიშნულ ნაკვეთზე და ჩვენ ახლა შეგვიძლია გითხრათ რა დოზებია გამოყენებული და შემდეგ შედეგს თქვენ თვითონ ნახავთ. მოხნისას ჩვენ აქ შევიტანეთ ბაქტოფერტი 1 ჰექტარზე 500 კილო. შემდეგ დაითესა ერთდროულად კარტოფილი, სიმინდი და ლობიო. აგერ ხედავთ თქვენ ახლა კარტოფილს, საკონტროლოდ არის დატოვებული 1 კვალი, რომელშიც არც ბაქტოფერტი არ არის შეტანილი და არც ჯეოჰუმატი და დანარჩენი, რასაც ხედავთ,
ეს არის დათესილი 20 მაისს. აღნიშნულ კარტოფილს ორჯერ ჩაუტარეთ წამლობა ჯეოჰუმატის სახით. საჰექტარო დოზა 300 ლიტრ წყალში ლიტრანახევარი ჰუმატი. და თქვენ შეგიძლიათ რომ ეს შედარება თქვენ თვითონ დაინახოთ და შეამჩნიოთ. ეს არის კონტროლი და ეს არის ბაქტოფერტით და ჯეოჰუმატით დამუშავებული ნაწილი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ნახოთ სიმინდი. როგორც კარტოფილში, ისე სიმინდში მოხსნის დროს შევიტანეთ 500 კილოგრამი საჰექტარო დოზა ბაქტოფერტი და შემდგომში ორჯერ დავამუშავეთ ჰუმატით. მოგესალმებით, მე ვარ პაადა ივანაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო საფერავი ტივის გაწეული საერთო სამსახურისთვის, რომელსაც აკეთებს ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებულად იმისათვის, რასაც ამ ბოლო პერიოდში თიანეთის მუნიციპალიტეტში აისახება მისი საქმიანობა. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით გულელების ადმინისტრაციული ერთეულში მომქმედ ერთ-ერთი ფერმერის ნაკვეთებში. ამ ფერმერის სახელი და გვარია გელა ჭინჭარაული, რომელიც წლების მანძილზე დაკავებულია როგორც მარცვლოვანი კულტურების მოყვანით, რაც გამოიხატება სიმინდის და ხორბლის, ასევე ბოსტნეული კულტურების, ძირითადად კარტოფილი და ლობიოს მოყვანით. ჩვენ საქმიანი ურთიერთობა დავამყარეთ მომქმედ კომპანიასთან, ფირმასთან, რომელიც ფუნქციონირებს კასპის რაიონში, სახელწოდებით გეოფერტი. აქ შექმნილი პროდუქტებით ჩვენ უშუალოდ ფერმერებთან ამა წლის გაზაფხულზე დავნერგეთ და შევიტანეთ სიმინდში და კარტოფილში და დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლიათ ნახოთ შედეგი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც გამოიხატება მის მოსავლიანობაში, ზრდაში, მიუხედავად არაყელსაყრელი კლიმატური პირობებისა. ისე რომ ფერმერი კმაყოფილი იქნება შემოდგომისთვის, როცა ის მოსავალს მოიწევს და ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა აღნიშნულ კომპანიასთან გავაგრძელოთ. მოგეხსენება, თიანეთის მუნიციპალიტეტი არის მხოლოდ ერთადერთი მწვანე მუნიციპალიტეტი საქართველოში, რომელიც აქცენტირებულია ძირითადში ბიოპროდუქტების მოყვანით.